უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი პირდაპირ ემუქრება ბელარუსს. ლუკაშენკოს მხოლოდ ერთი კვირა აქვს, რომ შეწყვიტოს რუსეთის დახმარება ომში. წინააღმდეგ შემთხვევაში ამას უკრაინის შეიარაღებული ძალები გააკეთებენ. ბელარუს პროპაგანდისტებში ნამდვილი პანიკა ამოსწონდეს. შენ ერთი კვირა გაქვს, რომ გამოფხიზლდე. კვირა. უკვე სიტყვებსაც ვეღარ ამბობ. სულ გაგიჟდი, რომ ალექსანდრ ლუკაშენკოს ემუქრები, ეგ რას ბედავს? ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ არ იყო ევროპიდან დაბრუნებული, რომ უკვე სკანდალურად დაესხა თავს იმავე ევროპელ ლიდერებს. მან შეურაცხყოფა მიაყენა იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის და ევროპისგან მოითხოვა ამერიკისთვის ის ცნობილი 350 მილიარდი დოლარი, რომელიც ჯო ბაიდენმა თითქოს უკრაინას აჩუქა ომისთვის. აივე ჩვენი სამხედროები, უბრალოდ გადაგვიხადეთ. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ არ იყო დაბრუნებული, რომ უკვე დაესხა თავს ევროპელ ლიდერებს. ამასობაში გაჩნდა ახალი დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ აწარმოებდნენ ევროპელი ლიდერები ვლადიმირ ზელენსკისთან ერთად საიდუმლო მოლაპარაკებებს რუსებთან, უკრაინელების ზურგს უკან. და აი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს ნორმალურია. თითქოს რუსებთან დიალოგის წარმოებაა საჭირო. თუნდაც ამის შესახებ უკრაინელებმა არ იცოდნენ. ჩვენ კიდევ ერთი ახალი ძველი შუამავალი გამოგვიჩნდა ომის დასრულების მოლაპარაკებებში. ეს ბრაზილიის პრეზიდენტია. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მე ვარ ალექსეი პეჩი, ეხლა ამ ყველა თემას ერთად განვიხილავთ. მაშასე, მსოფლიო მედიამ ჯერ ვერ მოასწრო დაწერა იმის შესახებ, თუ როგორ მოახერხეს ევროპელებმა დონალდ ტრამპის გადარწმუნება უკრაინისა და ევროპის საკითხში. როგორ თავად დონალდ ტრამპმა დაბრუნების შემდეგ შეერთებულ შტატებში კვლავ გააკრიტიკა და შეურაცხყოფა მიაყენა ევროპელებს. დღეს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ გააუქმა 21 და 22 ივნისს დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი შეერთებულ შტატებში. დიპლომატიურ ენაზე საკმაოდ ხმამაღალი პროტესტი. და ეს მოხდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იტალიურ ტელეკომპანია La L7-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი ჯორჯო მელონი თითქოს ევედრებოდა მას ერთობლივ ფოტოს გადაღებას დიდი შვიდეულის სამიტზე ფრანგულ ავიან Le Bench-ში. და დაამატა, რომ აღარ სურს მელონი მისი თაყვანისმცემელი და მეგობარი იყოს. მოდით აქ შევჩერდეთ, აქ იხსნით რა მოხდა. ინტერვიუში LA7-თან, რომელიც ჯერ კიდევ 19 ივნისს გამოქვეყნდა, დონალდ ტრამპი ამტკიცებდა, რომ ჯორჯო მელონი პირდაპირ მისდევდა მას ავიანის სამიტზე და ევედრებოდა ერთობლივ ფოტოს გადაღებას. და ის დათანხმდა მხოლოდ იტალიის პრემიერის მიმართ თანაგრძნობის გამო. შემდეგ მის ციტატას მოგიყვანთ. შეიძლებოდა ეს არ გამეკეთებინა, მაგრამ შემეცოდა. ალბათ ის ბედნიერი იყო. მე ბედნიერი ვარ, რომ უბრალოდ ვესაუბრე მას. მელონი დაუყოვნებლივ უპასუხა სოციალურ ქსელ X-ში თავის ანგარიშზე და ტრამპის სიტყვები აბსოლუტურ გამონაგონად მოიხსენია. შემდეგ მის ციტატას მოგიყვანთ. სიმართლე გითხრათ, შოკირებული ვარ. არ მესმის, რატო იქცევა აშშ-ის პრეზიდენტი ასე თავის მოკავშირეებთან. და ეს უკვე პირველი შემთხვევა არ არის. სამწუხაროა, რომ ტრამპი ასეთივე სიმტკიცეს არავლეს დასავლეთის მტრების მიმართ და მათ ლიდერებთან ბევრად უფრო დამთმობლურად იქცევა. მაგრამ ერთი რამ, მან უნდა დაიმახსოვროს. არც მე და არც იტალია არასდროს არავის ვამცირებთ. ტრამპი არ დამშვიდდა და დღეს გაღვიდებისთანავე მაშინვე გამოაქორწინა ახალი პოსტი სოციალურ ქსელ Truth Social-ში. მან გაიმეორა, რომ მელონი ისევ და ისევ სთხოვდა მასთან ერთად გადაღებას და დაამატა, რომ ის სწრაფად კარგავს პოპულარობას იტალიაში. თითქოს ტრამპთან ერთად გადაღებული ფოტო აძლევს მას რეიტინგის ამაღლების საშუალებას. თითქოს ამის გარეშე ის საერთოდ არავინ არის. მაგრამ რაშია ცხენა? ასეთი ცხენა აქვს დონალდ ტრამპს და რატომ ასე ესხმის თავს მელონის? შემდეგ კი მოვიყვან მის ციტატას, საიდანაც ყველაფერი გასაგები ხდება. მისი პოპულარობა იტალიაში იკლებს ალბათ იმიტომ, რომ მან უარი თქვა შეერთებულ შტატებზე, ქვეყანაზე, რომელიც ნამდვილად უყვარს და იცავს იტალიას. როცა ჩვენ არ მივეცით ირანს ბირთვული იარაღის მიღების საშუალება, მან ჩვენთვის არც კი დაუშვა იტალიური აეროდრომებისა და ასაფრენი ბილიკების გამოყენება. ეს ჩვენთვის უზარმაზარი ლოგისტიკური პრობლემები შექმნა. ეხლა კი მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ირანზე სამხედრო გამარჯვება მოიპოვა, მას ისე უნდა ჩვენთან მეგობრობა, რომ თავისი რეიტინგები გააუმჯობესოს. არა მადლობა. მაგრამ ეს, როგორც ამბობენ, ჯერ მხოლოდ დასაწყისი იყო. და აქ უკვე ცოტაა ვინც გაგურებულია, რადგან დონალდ ტრამპი გამოიყურება როგორც ასეთი გაბრაზებული მოხუცი, რომელიც ბოდიშით, მაგრამ თითქმის ყველას აყენებს შეურაცხყოფას. და ამერიკული მედია იცით, ეხლა უკვე იწყებს
ესეთ რეიტინგებს, სუეტებს, სადაც პირდაპირ ითვლიან რამდენია. მაინც დარჩა მსოფლიოში ლიდერები, რომლებსაც ტრამპს ჯერ კიდევ ერთხელაც არ შეურაცხყოფია. და ეს სია უკვე მინიმუმამდეა დაყვანილი. და თქვენ გაგურებული დარჩებით, ან უпростоრად ალბათ არა. მაგრამ ამ სიაში, ვისაც ტრამპს ჯერ კიდევ არ შეურაცხყოფია, ძირითადად სამხედრო დამნაშავეები და დიქტატორები არიან. როგორიცაა სი ძინპინი, ვლადიმირ პუტინი, ალექსანდრ ლუკაშენკო, მაჩტაბუ ჰამენეი და ასე შემდეგ. აი მათ ის არ აკენებს შეურაცხყოფას. ხოლო მოკავშირეებს უბრალოდ როგორც ჭირვეული ბაბუა უკვირის. და იხენებს საკმაოდ არაცენზურულ გამოთქმებს. მაგრამ კიდევ ერთხელ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისი იყო. გუშინ ტრამპი ყველას აჩვენებდა თავის ახალ საპრეზიდენტო ბორცს. ეს ის თვითმფრინავია, რომელიც შარშან კატარმა აჯუկა. და აი ამ თვითმფრინავის ფონზე, რომელსაც მადაადგილებად თეთრ სახლს უწოდა, მან განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა ახლა უნდა აუნაზღაურონ ვაშინგტონს 350 მილიარდი დოლარი, რომელიც მისი თვით უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე დაიხარჯა. წინა ადმინისტრაციის ჯო ბაიდენის დროს. უკვე მილიონჯერ დამკიცდა, რომ არც 350 მილიონი იყო, არც მილიარდი. მაგრამ ამ მომენტს გამოტოვებთ. და აი ენდრიუსის სამხედრო ბაზაზე გამოსვლისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საფრანგეთში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრისას მან მათ შეახსენა ამერიკული იარაღის მიწოდების მასშტაბები უკრაინისთვის. ციტატა. ჩვენ მოგეცით, უთხარი მათ. დაფიქრდით, 350 მილიარდი დოლარის თვითმფრინავები, იარაღი ყველა სახის, სხვა რამეც. და ბევრი გადაეცა, ბევრი ბაიდენმა უკრაინას გადასცა. და მათ ამისთვის უნდა გადაეხადათ, რაც ნიშნავს, რომ ევროპელებმა უნდა გადაიხადონ ამისთვის, მაგრამ ეს მათ გეგმებში არ შედიოდა. მათ არავის თხოვა გადახდას. ყველაფერი რაც საჭიროა არის იმის თქმა. აიღეთ ჩვენი სამხედრო დახმარება. უბრალოდ გადაგვიხადეთ. უბრალოდ გადაგვიხადეთ. არავის უთხოვია. ვამბობ, რატომ გადაიხადეთ? არავის უთხოვია ჩვენთვის ბატონო. ევროპის ლიდერებთან ერთად ვიყავი. გასულ შაბათ-კვირას. ვამბობ, ჩვენ მოგეცით 350 მილიარდი. გაიხსენეთ ეს. გაგრძელება მოხდება 300 იარაღის ყველა სახეობისა და სხვა რაღაცეების. და მათ თქვეს, რატომ? მე უთხარი რატო არ გააკეთეთ? და მან თქვა, ხომ იცით, არავის უკითხავს ჩვენთვის. და მისი განცხადებით ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უბრალოდ დახმარებას უწევდა. და არც კი ითხოვდა ევროპელი მოკავშირეებისგან გადახდას, მიუხედავად იმისა, რომ მისი აზრით მათ ყველაფერი უნდა გადაეხადათ. კიდევ ერთი ციტატა დონალდ ტრამპისგან. ყველაფერი რაც საჭირო იყო, უბრალოდ ევროპელებისთვის უნდა გეთქვათ. უბრალოდ გადაგვიხადეთ. მაგრამ როცა ევროპელებს კითხე, რატო არ გადაიხადეს, მიპასუხეს. მაგრამ ეს ჩვენთვის არავის უთხოვია, ბატონო. აქვე შეგახსენეთ, რომ 2025 წლის თებერვალში დონალდ ტრამპმა უკვე გააკრიტიკა ამერიკული დახმარებისადმი სათანადო ანგარიშგების ნაკლებობა უკრაინაში და შეაფასა აშშ-ის ცვლილი 300 მილიარდ დოლარზე მეტად. შემდეგ ეს თანხა 350-მდე გაიზარდა. მაშინ, ანუ 1 წელზე მეტი ხნის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სრულად უარყო ეს ციფრები და დააზუსტა, რომ საერთო, ვიმეორებ, საერთო თანხა მთელი დახმარებისა იმ მომენტისთვის უკრაინისთვის შეადგენდა დაახლოებით 320 მილიარდ დოლარს. საიდანაც დაახლოებით 120 მილიარდი დაფინანსებული იყო უკრაინის შიგნით და დაახლოებით 200 მილიარდი აშშ-სა და ევროპელ მოკავშირეებს შორის ნაწილდებოდა. ამასთანავე ზელენსკი მიუთითებდა 67 მილიარდ დოლარზე, როგორც აშშ-ს სამხედრო დახმარებაზე და 31.5 მილიარდზე, როგორც პირდაპირ ფინანსურ მხარდაჭერას. ან ჯამში დაახლოებით 100 მილიარდი, მაგრამ ნამდვილად არა 350. და უკვე 1 წელია უკრაინა აშშ-ისგან დახმარების სახით 1 ცენტსაც აღარ იღებს, ხოლო ყველა იარაღს ევროპელები ყიდულობენ აშშ-ისგან და უკრაინას გადასცემენ. ამასობაში უკრაინამ და ევროპამ იმდენად გადააწყეს ყველა მიწოდების ჯაჭვი, რომ უკვე აღარ ეპირფერებიან დონალდ ტრამპს. გახსენეთ, წინა გამოშვებაში უკვე საუბრობდი იმაზე, როგორ მაკრონმა ფაქტობრივად საჯაროდ განაცხადა, რომ კი, დონალდ ტრამპი ანკორიჯში, ალასკაზე 2025 წლის 25 აგვისტოს მართლაც ცდილობდა უბრალოდ ჩაებარებინა ვლადიმირ პუტინისთვის უკრაინა, მიეცა მისთვის დონბასი, მიეცა ყირიმი და ასე შემდეგ. აქ ბერმა დასო კითხვა. საერთოდ როგორ აპირებდა ტრამპი უკრაინის თანხმობის გარეშე დონბასის პუტინისთვის გადაცემას? როგორ აპირებდა საერთოდ უკრაინის იძულებას, რომ ეს ტერიტორიები გადაეცა? ბევრი გააგვირო ამ მომენტმა, მაგრამ ცოტა აგიხსნით. აი ახლა ახლო აღმოსავლეთში განვითარებული სიტუაცია ძალიან გავს ამას. იმიტომ რომ ტრამპმა, ხაზგასმით ვამბობ, ტრამპმა, ამერიკის პრეზიდენტმა თავის გარიგებაში ირანთან მაგალითად ჩართო ვალდებულებები. ვალდებულებები იმისა, რომ ისრაელი შეწყვეტს ომს ლიბანში. ნეთანიაჰუ ამბობს, რა კავშირი გვაქვს ჩვენ შენს გარიგებასთან?
ჩვენ საერთოდ არ ვარ, მაგრამ ტრამპი ფეხს აბაკუნებს, ნერვიულობს, ნერვებს კარგავს და ამბობს, რატომ უტევს ისრაელი ისევ ჰეზბოლას ლიბანში. მე ხო ვთქვი, რომ ისრაელი აღარ შეუტევს. უფრო მეტიც, შეთანხმებაში, რომელსაც ტრამპმა ირანთან მოაწერა ხელი, წერია, რომ ისრაელი ვალდებულია გაიყვანოს თავისი ყველა ჯარი ლიბანის ტერიტორიიდან. კითხა თუ არა ტრამპმა ნეთანიაჰუს ან ისრაელელებს, შეიძლებოდა თუ არა ამის ჩართვა შეთანხმებაში? არა, არ უკითხავს. აი ესე თავხედურად, ფაქტობრივად ატარებს თავის დიპლომატიას ტრამპი. ეხლა კი დაბრუნდეთ ევროპაზე. საქმე იმაშია, რომ თავდაცვის უწყებების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დიდი ბრიტანეთი ავითარებს იაფფასიან შორ მანძილზე მოქმედ იარაღს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შესაძლებელი იქნება შეერთებული შტატების კომპონენტებისა და მონაცემების გარეშე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აღინიშნება, რომ უახლოეს თვეებში დიდ ბრიტანეთსა და უკრაინაში უნდა ჩატარდეს 3 ბალისტიკური სისტემის ტესტირება, რომლებიც 3 უცხოელესი კომპანიის მიერაა შექმნილი. ესენია MBDA, MGI Engineering და Rotron Aerospace. და წარმატებული ტესტირების შემთხვევაში მათ ფრონტზე გაგზავნას უკვე ამ წლის განმავლობაში გეგმავთ. თუ ძალიან მოკლედ ვიტყვით, თავარი იდეა შეიქმნას IAP-ი ანალოგი Storm Shadow-ს რაკეტის მასობრივი წარმოებისთვის. და აი Bloomberg წერს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მთავარი მოთხოვნა ისაა, რომ ახალი რაკეტები ASHS-უსგან დამოუკიდებლად მუშაობდნენ. და Storm Shadow-სგან განსხვავებით, ისინი არ შეიცავენ ამერიკულ დეტალებს და არ დასჭირდებათ ამერიკული მონაცემები. აქ აღნიშნავ, რომ ლონდონში, როგორც სხვა ევროპულ დედაქალაქებში, ძალიან შეშფოთებულები არიან იმით, რომ ტრამპი ტოვებს ევროპას. ამიტომ მათ გადაწყვიტეს, რომ მაქსიმალურად დამოუკიდებლები გახდნენ. ამ დროს კი უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი საჯაროდ ემუქრება ბელარუსს და აძლევს ლუკაშენკოს ერთ კვირას, რომ თავიდან აიცილოს დართმევი ბელარუსზე. მაგრამ სანამ ამ გამოშვებას გავაგზავნებდეთ, მინდა თქვოთ გამოიწეროთ არხი, დაწეროთ თქვენი კომენტარი და აუცილებლად დაალაიქოთ ეს გამოშვება. და გეტყვით, რომ პლატფორმა Patreon-ზე, ასევე Telegram-ში მე შევქმნი დახურული საზოგადოება სახელად Pitch Inside. გეპატიჟებით იქ მცირე საფასურად, სადაც ერთად შეგვიძლია განვშილოთ აბსოლუტურად ნებისმიერი თემა. მე ვპასუხობ თქვენს კითხვებს. იქ ჩატარდება დახურული სტრიმები მხოლოდ გადამხდელი გამომწერებისთვის. და იქ ერთად შეგვიძლია განვიხილოთ მაგალითად იდეები მომავალი გამოშვებებისთვის აქ, YouTube-ზე. იქვე შეგიძლიათ დამისვათ პირადი კითხვები, რომლებზეც აუცილებლად პირადად გიპასუხებთ. თუ გსურთ უბრალოდ ერთჯერადად მხარდაჭერა, ყველა ბმული, ყველა რეკვიზიტი, როგორც დახურულ საზოგადოებაზე, ასევე უბრალოდ დონატების პლატფორმებზე, მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მადლობელი ვიქნები ნებისმიერი თქვენი მხარდაჭერისთვის. და გთხოვთ გამოიწერეთ ჩემი გვერდები სოციალურ ქსელებში. ბმულების ამ ვიდეოს აღწერაშია მოცემული. იქაც მაგალითად გამოდის მასალები, რომლებიც ყოველთვის არ ჩნდება აქ YouTube-ზე. ეხლა კი გავაგრძელოთ. პირველ რიგში გაჩვენებთ ბელორუსი პროპაგანდისტის ვიდეოს. აზარენკა, ასე ვთქვათ, ბელორუსი სოლოვიოვია, ოღონდ უფრო იაფფასიანი ვერსია. უბრალოდ შეხედეთ როგორც სოფტება. გაქვს ერთი კვირა რომ გამოფხიზუდე. კვირა, უკვე სიტყვებსაც ვეღარ ამბობ. სრულიად გაგიჟდი. ალექსანდრ ლუკაშენკოს ემუქრები თურმე. ჩიებით სავსე ნეხვი. ალექსანდრ ლუკაშენკო ნატოს ბომბების ქვეშ დაფრინავდა. მაშინ როცა შენს ჭუჭუს ჯერ კიდევ არ ქონდა გაზრდილი რომ როიალზე დაგეკრა. ალექსანდრ ლუკაშენკო არმიას, თავდაცვას და სარაკეტო ჯარებს აწვობდა, როცა შენ პირველ არხზე სოლოვიოვისთვის ცეკვავდი. გავკინთან ერთად. და მე სვამდი, იმდენ სვამდი რომ გონებას კარგავდი და გებინებოდა. აი გარანა ბიჭვარია. და ეს მას შემდეგ რაც ალექსანდრ ლუკაშენკომ კიდევ ერთხელ ხელი გაუწოდა, თქვა, უნდა შევწყვიტოთ სლავების მკვლელობა. შენ სლავიც არ ხარ, სლავი ადამიანი არ არის. უბრალოდ ნაბიჯვარი ხარ, ტილი. საერთოდ რა მოხდა? ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეგრეთ წოდებული ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მხოლოდ ერთი კვირა აქვს, რომ მოხსნას უპილოტო აპარატებისთვის განკუთვნილი რეტრანსლატორები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის დრონების დარტყმებს უკრაინის ქალაქებზე არეგულირებს. თუ არა და ამას კიევი გააკეთებს. არ არის საჯირო ზედმეტი სიტყვები. მას დღეს მის ანძებზე აქვს რეტრანსლატორები. რუსული რეტრანსლატორები, ბელარუსული. რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის? მის ტერიტორიაზე, ორი ოლქის გასწვრივ, უკრაინასთან საზღვართან მდებარეობს ტექნიკა, რომელიც უკრაინელ მოსახლეობაზე ცეცხლს აზუსტებს. სწორედ მოსახლეობისკენ.
იქ ჩვენ ახლა არ გვაქვს ისეთი ძლიერი ფრონტი, სადაც უკრაინა და ბელარუსია, იქ კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას, იქ რეტრანსლატორები ექრედებია შესაბამის ანძებზე, შეუძლია მას ეს მოხსნას. რისთვის არის სიტყვები, რომ მას არ უნდა ომი? მოხსნას ეს ტექნიკა, გამორთოს ეს ტექნიკა. მე ვფიქრობ, რომ მას ერთი კვირა ეყოფა, რომ გააკეთოს ეს. რატო ამბობ კვირა? იმიტომ რომ ახლა ყოველ დღე ამის გამო იღუპებიან ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეები. დაჭრილი ბავშვები. თუ ის ამას არ გააკეთებს, ჩვენ გავაკეთებთ. და ზუსტად ისე, როგორც მისი მაგალითად ნავთობი მუშავდება ნავთობგადამამუშავებელ ინდუსტრიაში, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რუსებს არ ქონდეთ შესაძლებლობა გაყიდონ ნავთობი და შესაბამისად მიეწოდონ დიზელი და ნავთობი საკუთარ არმიას. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ იხარჯება. ის დღეს მთავარი მომწოდებელია. ან ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელია რუსეთის არმიისთვის. სწორედ ლუკაშენკო, სწორედ ბელარუსი. შეიძლება ეს შეჩერდეს, დარწმუნებული ვარ, ეს მის ძალაშია. და სწორედ ის აკონტროლებს ამას. ეს იყო პასუხები ლუკაშენკოს პასუხებზე, როცა ის ბოდიშს იხდიდა ზელენსკის შესახებ ნათქვამი სიტყვებისთვის. და უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ბელარუსი ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელია ნავთობის რუსეთის არმიისთვის. და კიდევ ერთი ციტატა. შეიძლება ეს შეჩერდეს? დარწმუნებული ვარ, ეს მის ძალაშია. გაცნებთ, რომ ადრე ბელარუსის დიქტატორმა ლუკაშენკომ ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია ალ-არაბის, სადაც ბოდიში მოიხადა მკაცრი სიტყვებისთვის ვლადიმირ ზელენსკის მიმართ და დაარწმუნა, რომ მინსკი ომში არ ჩაერთო. და მთლიანობაში ეს ინტერვიუ ჟღერდა თითქოს სასოწარკვეთილებასავით, რომ თითქოს იფიქრებთ ჩვენ არავითარ შემთხვევაში ომში არ ჩავერთვებით, თორემ ბელარუსს არაფერი დარჩება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ აქ ძალიან ჭკვიანური ჩანაფიქრი აქვს თავად ლუკაშენკოს. რა ჩანაფიქრია, ამას ცოტა მოგვიანებით ალიხსნით. ესე იგი, ლუკაშენკოს თქმით, თუ ბელარუსი ომში ჩაერთვება, რუსეთისთვის ფრონტი 1500 კილომეტრით გაიზრდება. და ციტატა: ჩვენ რუსებთან ერთად უბრალოდ ვერ შევძლებთ ამ მონაკვეთის დაცვას. ლუკაშენკომ ასევე აღიარა, რომ ბელარუსის სამხედრო თვალსაზრისით ძალიან დაუცველია და უკრაინის სამხედროებისთვის როგორც ხელის გულზე. ასე რომ სურვილის შემთხვევაში ციტატა: თუ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მოუნდებათ ქვეყნის ძირითადი სასიცოცხლო ობიექტები მათი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება, ანუ საუბარია ინფრასტრუქტურაზე. ესე იგი ისინი მათი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებიან, მაგრამ საუბარია ბელარუსზე. ლუკაშენკო ასევე მიუთითებდა იმაზე, რომ არც ბელარუსის ხალხი და არც სამხედროები არანაირ ომს არ ეთანხმებიან და არ სურთ მათში მონაწილეობა. აგაცნებთ, რომ ლუკაშენკომ ევრაზიულ ეკონომიკური საბჭოს ასტანაში გამართული სხდომის შემდეგ 29 მაისს მკვეთრად ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტზე. არ ვიცი რა ამოძრავებდა მას, მაგრამ მაშინ მან შემდეგი განაცხადა: იქ შეიძლება რაღაც მოხდა, სადღაც მოწია და იწყებს ამ განცხადებების გაკეთებას. ეს ზელენსკიზე თქვა. წინადრეს ლუკაშენკომ ინტერვიუში ალ-არაბიას განუცხადა, ციტატა: თუ ვლადიმირ ალექსანდროვიჩი ნაცხენია, მე ბოდიშს ვუხდი მას ამ სიტყვებისთვის. და აქ მინდა აღნიშნო, რომ ლუკაშენკო უბრალოდ კი არ ხედავს მოსკოვზე თავდასხმებს და ხვდება, რა შეიძლება მოყვეს ამას მისთვის. თუ უკრაინა მართლაც დაიწყეს ბელარუსზე თავდასხმას, ლუკაშენკო კიდევ ფიქრობს ომის შემდგომი ევროპის არქიტექტურაზე და კვლავ ცდილობს მანევრირებას. ლუკაშენკო ასე დიდხანს შეძლო ბელარუსში ხელისუფლებაში დარჩენა, რადგან თუ ომამდე პერიოდს შევხედავთ, ის მუდმივად მანევრირებდა. ხან ევროპელებთან მეგობრობს, ხან მოსკოვთან, მერე ისევ ევროპელებთან, მერე ისევ მოსკოვთან, შემდეგ ჩინეთთან და ასე შემდეგ. და ეხლა ლუკაშენკო ისევ ცდილობს ცოტა მოსინჯოს ნიადაგი ევროპაში. მოდით ვაღიაროთ. მას იღბალი ახლავს დონალდ ტრამპის ყურადღების სახით. ის ამას კარგად ხვდებათ. და ინტერვიუში ლუკაშენკომ აღიარა, რომ იმედს ამყარებს ვაშინგტონის დახმარებაზე ევროკავშირთან ურთიერთობების ნორმალიზებაში. და ეს უბრალოდ სიტყვები არ არის. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კიევს, ვარშავასა და ვილნიუსს წერილები გაუგზავნა წინადადებით უზრუნველყონ ბელარუსული კალიუმური სასუქის ტრანზიტი. ანუ აშშ რეალურად ცდილობს ბელარუსი გამოიყვანოს იზოლაციიდან. მაგრამ უკრაინას კარგად ახსოვს, რომ სწორედ ბელარუსის ტერიტორიიდან მიფრინავდა რაკეტები და შემოდიოდნენ რუსული ჯარები 2022 წელს. და ლუკაშენკო უბრალოდ ვერ შეძლებს, როგორც ამბობენ, მშრალად გამოსვლას. ამ დროს კი ევროკავშირში სკანდალი მჯვინვარებს რუსებთან კავშირების გამო. როგორც აღმოჩნდა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ ფარულად დაამყარა დიალოგი კრემლთან, რათა რუსეთის ომის დასრულებაზე უკრაინის წინააღმდეგ მოლაპარაკებები ეწარმოებინა.
დღეს კითხვაზე პასუხისას, რატომ სცადა დიპლომატიური არხის გახსნა რუსეთთან ევროკავშირის ყველა ქვეყნის წინასწარი ინფორმირების გარეშე, კოშტამ განაცხადა, რომ მათ ჰქონდათ კარგი და სასარგებლო დისკუსია ყველა გაუგებრობის გასარკვევად. იგი გულისხმობს დიალოგს მოსკოვთან. შემდეგ ციტატა. ხას უსვამ, რომ ევროკავშირი უკრაინის მხარესაა, ჩვენ უკრაინასთან ვართ ომის დროს და უკრაინასთან ვიქნებით ომის შემდეგაც. კოშტამ ასევე აღიარა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს სანდო სიგნალები რუსეთის მზადყოფნის შესახებ სერიოზული მოლაპარაკებებისთვის. ამბობს, დიახ, ის ესაუბრა მოსკოველებს, მაგრამ ისინი მოლაპარაკებებისთვის მზად არ არიან. ამის მიუხედავად მან განმარტა, რომ თავისი ოფისის მეშვეობით მუშაობს დიპლომატიური არხის შექმნაზე, რათა ევროკავშირს შეეძლოს დამოუკიდებლად გაიგოს რუსეთის გზავნილები და პირდაპირ გადასცეს მოსკოვს თავისი პოზიცია. მაგრამ ასეთი ქცევა კოშტას არ მოეწონათ, მაგალითად გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებს, რომლებიც საკუთარ მოლაპარაკების პოზიციას ახალიბებენ მოსკოველებთან. ამაზე ანტონიო კოშტამ განაცხადა, რომ სხვადასხვა დიპლომატიური პლატფორმები არ უნდა ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ან ეწინააღმდეგებოდნენ ერთმანეთს, წოდნენ ერთმანეთს. Соперничать между собой или противоречить друг другу. შემდეგ კიდევ ერთი მისი ციტატა. რა თქმა უნდა, მსურველთა კოალიციამ და მისმა ლიდერებმა ასევე უნდა ითამაშონ თავიანთი როლი უსაფრთხოების გარანტიების საკითხებში. ამავე დროს, ევროპის კავშირის ინტერესები უნდა დაიცვან ევროკავშირის ინსტიტუტებმა კავშირის ხელშეკრულებების შესაბამისად. მაგრამ აღნიშნავ, რომ ევროკავშირში უკვე რამდენიმე თვეა განიხილავენ, ღირს თუ არა საერთოდ კონტაქტების დამყარება მელოდ დიქტატორ ვლადიმირ პუტინთან. როგორი შეიძლება იყოს ეს კონტაქტები და ვინ უნდა აწარმოოს ასეთი დიალოგი? ასე რომ ბრიუსელში გამართული სამიტის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა სკეპტიკურად, ფაქტობრივად მიუდგნენ ანტონიო კოშტას ინიციატივას კრემლთან კონტაქტების დამყარების შესახებ. აი პირდაპირ, მთელი ევროკავშირის სახელით. ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი მოქმედებდა ყველა 27 ევროკავშირის მთავრობის სახელით, თუმცა სხვა ევროპელი ლიდერების ნაწილი სწორედ მას დაუჭირა მხარი. მის პოზიციას, ანუ ევროპა ახლა მთლიანად ორ ბანაკად არის გაყოფილი. ზოგი მხარს უჭერს მაკრონისა და მერცის იდეას, რომ მოსკოვზე მაქსიმალური ზეწოლა უნდა განხორციელდეს და ამ დაუბანავ რუსებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა აიძულა. ხოლო მეორე ნაწილი ამბობს, აი ანტონიო კოშტა შესანიშნავად აწარმოებს მოლაპარაკებებს უკვე რუსებთან. ამიტომ შეიძლება არც იყოს საჭირო ზეწოლა. ამავე დროს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთი არასოდეს დათანხმდება სიტუაციას, როდესაც უსაფრთხოების და რუსეთისთან ურთიერთობების საკითხებზე გადაწყვეტილებებს მიიღებენ ყველაზე დიდი ქვეყნები პოლონეთის მონაწილეობის გარეშე. ანუ, ჩვეულებრივ ენაზე რო ვთქვათ, ის ამბობს, თუ პოლონეთის გარეშე მიიღებენ რაიმე გადაწყვეტილებას, ჩვენ მას არ ვავიარებთ. და აი აქ, ღმერთმა ნუქნას, რომ ევროპელები ეხლა ერთმანეთში კიდევ იჩხუბონ იმაზე, როგორ ესაუბრონ ან არ ესაუბრონ რუსებს. ხოლო მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინა და აშშ ყოველდღიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ხოლო ამერიკელებმა უკვე თავიდან დაამყარეს არაოფიციალური კონტაქტები არაოფიციალურ დონეზე. ასე რომ უკვე აშკარაა, რომ მოსკოვთან მოლაპარაკებები მაინც მიმდინარეობს. და ბოლოს კიდევ ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებით. ვლადიმირ ზელენსკიმ დათანხმდა ბრაზილიის პრეზიდენტ ლუის ინასიუ ლულუ დე სილვას ინიციატივას. დაეხმაროს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მშვიდობიანი დარეგულირების ხელშეწყობაში. ლიდერები შეხვდნენ დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში ევიანში და განიხილეს დიპლომატიის განახლება. სწორედ იქ ლულამ შესთავაზა კონტაქტები საელჩოსთან, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები. ამბობს, რომ შეუძლია მათთან ყველასთან საუბარი. ზელენსკი მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს განაახლოს შუამავლობა და ორგანიზება გაუწიოს შეხვედრას ვლადიმირ პუტინთან, რასაც კრემლი ჯერჯერობით გამორიცხავს. ხოლო ლულა დე სილვამ აღნიშნა, რომ ადრე კიევი არ იჩენდა ინტერესს მისი ინიციატივების მიმართ, მაგრამ ახლა დათანხმდა. და მან უკვე ესაუბრა გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთეულის ყველა ლიდერს, მათ შორის რუსეთსაც და ჩინეთსაც. და აპირებს ახალი კონტაქტების დამყარებას. გახსენებთ, რომ ადრე ლულა დე სილვამ ჩინელებთან ერთად უკვე წამოაყენა სამშვიდობო ინიციატივა 23-სა და 24 წლებში, მაგრამ ის არაფრით დასრულდა. ეხლა იდეა იმაშია, რომ ლულა დე სილვა მართლაც კონტაქტობს როგორც დასავლეთთან, ასევე მოსკოვთან და პეკინთან. და ამიტომ გაეროს უშიშროების საბჭოს ფარგლებში მართლაც შეუძლია ყველა მხარეს დაუკავშირდეს, რათა მოლაპარაკებების ორგანიზებას სცადოს. ასე რომ, ეხლა როგორც ხედავთ, სრულიად განსხვავებული დიპლომატიური ფრონტები გააქტიურდა იმისთვის, რომ მართლაც ზამთრამდე სცადონ რუსებთან უფრო ნაკლებად კონსტრუქციული მოლაპარაკებების ჩატარება. აქ მრავალ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწყაპულეთ ზარზე
და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, უკვე იცით რა უნდა გააკეთოთ. ყველა ბმული და რეკვიზიტი ამისთვის მოცემული. როგორ დატოვოთ თქვენი დონატი ამ ვიდეოს აღწერაში მითითებული. მადლობელი ვიქნები ნებისმიერი თქვენი მხარდაჭერისთვის. ამით დასრულდა. იზრუნეთ საბუთარ თავზე. ყველას მშვიდობით. მშვიდობით.